თან მიხარია, თან არ მიხარია. გული მწყდება რა მაინც ვამთავრებ სკოლას და ესეთი დღეები აღარ იქნება სკოლაში კლასელებთან. და დილით რო გაიღვიძებ სკოლაში მოსვლა არ გიწევს და რაღაც ბავშვობა რაღაც. სადა უცნაურია. მაგრამ თან გიხარია სხვა რაღაც. ახალ გზას ადგები, მაგრამ მაინც ძნელი არის. დავიწყებ იმით, რომ ძალიან მიხარია, ამავდროულად ძალიან გული მწყდება, იმიტომ რომ 12 წლის ბავშვობის დასასრულია და რაღაც ახალ ეტაპზე გადავდივარ და ჩემთვის პირადად ძალიან ამაჩუყებელი, გულის ამაჩუყებელია და ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სკოლას, ჩვენს დირექტორს, ჩვენს დალი მასწავლებელს, განსაკუთრებულ მასწავლებელს და ყველას მინდა მოულოცო დღევანდელი დღე და სკოლის დასრულება და გისურვებთ ყველას წარმატებას. მინდა რომ მასწავლებელი ვიყო, როგორც დალი მასწავლებელი, ოღონდ ისტორიის. დღემდე ვერაფერს გახდნენ, არ ვისაცდის არასდროს, ყველას აკითხავთ შევეგებოთ, უგუღმართ საიდაბასოს. Elbette ki biraz pis olur, 12 il tez kurtardı, belə nətər tez keçdi deyə. Amma bir yandan da insan sevinir ki, bundan sonra öz həyatını özü şəkil düzən verə biləcək, öz həyatını özü rəngləyə biləcəkdir. Gələcək planlarım budur ki, mən YouTube edirəm, YouTube kanalım var Futbol Haqda və ən böyük planımda, ən böyük hədəfimdə Gürcüstanın və həmçinin Türkiyənin ən böyük futbol YouTube kanallarından birisi olmaq. Მოგეხსენება 12 წელი ვიცინეთ. ახლა კი სკოლას ვასრულებ და ჩვენ ისე ვიცინით. და აი ესე სკოლას ვამთავრებ და გვინდა მორიდებულად შევაჯამოთ ჩვენი აქ გადარებული 12 წელი და იმედი გვაქვს თქვენ ჩვენთან ერთად ისიამოვნებთ. ნაძილობრივ სევდიანად ვარ რომ სკოლას ვამთავრებ, მაგრამ თან ბედნიერიც ვარ რომ უფრო შეიძლება უკეთეს გზას მივადგე და უფრო სხვა რაღაცას მივაღწიო. სკოლას ულოცავ სკოლის დამთავრებას და ვუსურვებ წარმატებებს. არა მარტო გამოცდებზე, მთელ ცხოვრებაში ვუსურვებ წარმატებებს. ძალიან აღელებული ვარ და 12 წელია სკოლაში ვარ და ახლა რომ მასწავლებლებს და ბავშვებს უნდა დავემშვიდობოთ. ემოციურია ძალიან და ყველას ულოცავ ამ დღეს. მე აი 8 წლის განმავლობაში კლასის დამრიგებელი ამათი მე ვიყავი და ხომ არსებობენ ადამიანები ცხოვრებაში, რომლებიც მნიშვნელოვან ადგილს იჭერენ აი საკუთარ ცხოვრებაში და აი ასეთებად დარჩებიან ეს მოსწავლეები ჩემთვის. 8 წელი არც ცოტაა და არც ისეთი უმნიშვნელო, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდი თავგადასავლები გვაქვს, როგორც საგაკვეთილო, ისე არასაგაკვეთილო პერიოდის. რა ვიცი, დაულოცავ გზას მათი სავალი ბილიკები სულ ბედნიერებით და წარმატებით ყოფილიყო სავსე და საქართველოს ყველა სკოლის კურს დამთავრებულს მიულოცავ დღევანდელ დღეს, ანუ ბოლოზანს, მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი მთავრდება და აი ძალიან ბედნიერი ეტაპი დაწყებულიყოს, ევროპულ საქართველოში გვეცხოვროს და ებრძოლოთ ამისთვის. წელს მარნეული საჯარო და კერძო სკოლებში დაახლოებით 1200-მდე მე-12 კლასელი ამთავრებს სკოლას. მათ ყველას ვუსურვებ განსაკუთრებულ წარმატებას, წინსვლას და დარწმუნებული ვარ სკოლაში გატარებული წლები დაუვიწყარი მოგონება იქნება მათთვის. ამ 1200 მოსავლიდან დარწმუნებული ვართ, რომ დაახლოებით 600-მდე უკვე რეგისტრირებულია ეროვნულ გამოცდებზე და მათგან უმრავლესობა მიიღებს საუკეთესო შედეგს, იქნებიან წარმატებულები, კარგად ისწავლიან და დაუბრუნდებიან ჩვენს მუნიციპალიტეტს უკვე პროფესიონალებად ჩამოყალიბებულები.